ვერ ვთმობ, ამათ სიყვარულს ვერ ვთმობ. სიყვარული ძლიერია შიშზე, ამას გეტყვით რა. ახლა მაგლის გარეშე არ შემიძლია. უნდა ვიარო ყოველთვის აქ. მაინც სადღაც რაღაც ხათაბალაში მოვყვები, ან მიწის ქვეშ, ან ზღვაში. ლაპარაკი რო არ დამავიწყდეს, პირველ დღეს ველაპარაკები. ვინც წავიდა აქიდან, ყველა ცრემლით წავიდა აქედან. უცრემლით აქედან არავინ არ წასულა. სიზმარშიდაც არ დამესიზმრებოდი. ჩემ სოფელს თუ ასეთი რამე დაემერხებოდა. თქვენ ერთადერთი მცხოვრები გახართ ხემაღალში? რაც ეს ხალხი გავიდნენ, მის მერე აქ ვარ. სულ მარტო დედა-ჩემდასთან ჩავიყვანე ქუთაისში, პროწეულაში ცხოვრობენ. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ მარტო დარჩენილიყავით ამ სოფელში? სიყვარული. ვერ ვთმობ, ამათ სიყვარულს ვერ ვთმობ. სიყვარული ძლიერია შიშზე, ამას გეტყვით რა. მეუღლე პატარასთან ერთად, დიშვილი 13 წელს გეუბნება მამაჩემი. ვერ წარმომიდგენია გელა, რომ იმათ სულებს და იმათ საფლავებს საფრთხე დაემართოს. 22 წელიწადია რაც მე ცოლ-შვილი დავასაფლავეთ, რომ და მათ გულზე ფეხი არავის არ დაუდგავს. გინდა მიჯერეთ, გინდა რა. სხვანაირი კაცი ვარ და სხვანაირი სიყვარული მქონდა. 11 წელიწადი მიყვარდა. მარტო მაგი არა, მასაც 11 წელიწადი უყვარდი და 9 თვეში დამთავრდა სიყვარული. წავიდა ყველაფერი. სულობის დროს გარდაიცვალა. დაიღუპა. კი. ზუხარ. შეიძლება რომ გვაჩვენოთ. ეს არის მეუღლე. რომელიც სიყვარულით მაჩუქა პატარა ვაჟკაცთან იყო. ორი 2003 წელს რო ვირუსი შემოვიდა ქათმის გრიპი თუ რაღაცა. აი გაცივდა სავით და გაურთულდა მე ეს და ქუთაისში უნალობდით, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუშველეთ. თანაც მე-9 თვეში იყო და ემშობია და ბავშვის დაიღუპა და თავად ორი დღე იცოცხლა მე და სისხლი მოეწამლა და ვერ გადავარჩინეთ. საფლავებს ჯერ არ შეხებია. არ შეხებია. სასაფლაოს. არ შეხებია და აი ღმერთმაც მოკნას. აი ეს ეგ იქნება მე ალბათ კატასტროფა. იცით რა არის აი სოფლის სიყვარული. აი მთელი ცხოვრება რო სოფელში ხარ და შრომობ რა. აი ის სიყვარულის რა სხვა არის, კი სხვაგან წახვალ, ნუ შეიძენ. ასე იქნება თუ ისე იქნება, კიდე შეიძენ სახკას, მაგრამ აი ის სიყვარული რაც აქ დევს, ისე ვერ შეიყვარებ. ფიზიკურად ვერ ვიქნები სხვაგან კარგად. უნდა ვიარო ყოველთვის აქ. მაინც სადღაც რაღაც ხათაბალაში მოვყვები, ან მიწის ქვეშ, ან ზღვაში. რა ვიცი მე. ახლა მაგლის გარეშე არ შემიძლია. არ შემიძლია, ვერ შევეგუები ვერსად ცხოვრებას. წეხანაც ვფიქრობდი, აი პირველ დღე დავაბე და ცრემლებით წამოვედი. არ ვიცი სად მოგვიწევს აწი ცხოვრება მეთქი. ლაპარაკი რო არ დამავიწყდეს, პირველ დღეს ველაპარაკები. თქვენ წახვალთ რუსადმე მოგიხდათ მაინც წასვლა ამ ცხოველებს რა ეშულებათ? ამათ მე ვერანაირად ვერ დავთმობ. 7 წელს. კი. აი ვერ ვიაზრებ იმას, რომ მე უნდა დავტოვო ეს და გადავაბიჯო სხუბზე და წყალზე.
რთულია, ჩემთვის ძალიან რთულია. ყველასთვის რთული არის. ვინც წავიდა აქედან, ყველაც რემლით წავიდა. უცრემლით აქედან არავინ არ წასულა. ყველას დიდი ტკივილი აქვს თავის სოფლის. როდესმე წარმოგიდგენთ სოფლის ასეთი დასასრული? ეს სიზმარშიდაც არ დამესიზმრებოდი. ჩემ სოფელს თუ ასეთი რამე დაემართებოდა, ამას მე კი არაგაც ამბობ. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა გელა. წარმოუდგენელი რაღაც. ჩაწყვეტილია წინა, ჩაწყვეტილია ვენახიც. დამთავრებული არის ეს თანდათან მოემატებს პერსპექტივა აღარა, მკვდარია უკვე. აი აქ სადაც ვართ ახლა ჩვენ ეს უკვე მკვდარია. მკვდარი სოფელია. მკვდარია. ეს სოფელი ძალიან ლამაზი სოფელი ვქონდა. ძალიან ლამაზი ხალხი. აი ერთი მეორეს რო ხმამაღლა არ დაელაპარაკებოდა. ისეთი სიყვარული ვქონდა. ისეთი ურთიერთობა ვქონდა. როგორ გავწირა ბუნება, არ ვიცი მე. მხოლოდ ბუნება? ბუნებამ, ნუ ახლა ბუნებასთან რა მინდა, ბუნებამ კი რა ვიცი რა, რაღაც უბედურება. ვიღაცის რაღაც ახირებამ ასე რომ დავარქვა, რა ვიცი რა არის. და კი დაანგრიეს სოფლები. მე 60 წლის ვხდები, მთელი ცხოვრება ხო ახლა ბავშვობა და ეს აქ-ამაკ გატარებული. ყველა ხისნის ხო ვიცი, აი გუშინწილ გადმოვიარე ჩემს ნამოსახლზე და რო შევხედი, აი უნებურად ციუმა უფლა დამასხადაც რემლები წამომცვიდა. ეს ამხელა ნაშრომნა მაგარ სტოვებ და გაუკვირვებაში ვარ. სად დავიმარხები? სად უნდა დავიმარხო? მომიტანებენ მე აქ და დამასაფლავებენ. რო რამე მოხდეს, რაც მოსახდენია მოხდეს.